მოგესალმებით, გრძელდება გადაცემა ბიზნეს პარტნიორი მეკეთი ბერიკაშვილი ვარ. სემექის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის საკითხებისადმი მიწუხნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები და გაიცნეს პრაქტიკული სწავლების პროცესი. ამასთანავე გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრეს გზებსა და სამმავლო გეგმებზე. რა როლი აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რა პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის სექტორში განათლების ხელშეწყობის მიზნით, ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ქეთევან ქუთათელაძესთან ერთად მოგესალმებით. ბატონ დავით, ქალბატონო ქეთევან, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. ბატონ დავით, დამეთანხმებით ალბათ ისევე როგორც ნებისმიერი სექტორისთვის, ენერგეტიკის სექტორისთვისაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალი კადრების არსებობა, ამ შემთხვევაში პროფესიონალი ენერგეტიკოსების არსებობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, რომელიც დაახლოებით 100 წლიან ისტორიას ითვლის, არის ადგილი, სადაც არაერთმა ცნობილმა ენერგეტიკოსმა მიიღო განათლება და რომელმაც თავის მხრივ წვლილი შეიტანა ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. დღეისათვის რა ხედვები და სტრატეგია გააჩნია უნივერსიტეტს ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით და სტუდენტებისთვის ენერგეტიკის შესახებ განათლების გაზიარებისა და ასე ვთქვათ უმაღლესი განათლების მიცემის კუთხით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქეთევან, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მინდა გითხრათ, რომ უდიდესი წვლილი არა ყველაზე დიდი, ასე როგორც შეიძლება თქვას, მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილია, თუ რამე ელექტროფიკაციაში და ენერგეტიკაში ხდებოდა იმ 100 წლის განმავლობაში ფაქტობრივად 95 წელს ითვლის ეს ფაკულტეტი, უნივერსიტეტი უკვე 103 წლის არის, რომელმაც შექმნა და მთლიანად საქართველოს ენერგეტიკა და ელექტროფიკაცია თავიდან მოვიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, დღევანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ეს დარგი, ეს ფაკულტეტი, ეს პროგრამები და ამ მართლაც ჩვენმა ღვაწლმოსილმა პროფესორმა და კურსდამთავრებულებმა იმუშავეს ჩვენი ქვეყნის ასეთი რადიოეკონომიკური განვითარებისას. მოგხსენებთ, ენერგეტიკა ხერხემალი ეკონომიკის, მით უმეტეს ეს უკვე 21 საუკუნეში თავიდან ბოლომდე ენერგეტიკაა ყველაფერი. ეს არის დარგი, რომელიც რა თვათ ცვალებადი და განვითარებადია, ყოველდღურად განვითარებადი. ჩვენ ამ დღეებში ბატონ დავით დარბანიასთან ძალიან ადვილია მუშაობა, რამათვის გარდაიცვალა, რომ ძალიან კარგი მენეჯერი ის არის, ძალიან ცნობილი პედაგოგი და მკვლევარი და მეცნიერი და ძალიან დიდი მადლობა მინდა მითხრათ თქვენი ტელევიზიის საშუალებით მას. ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და ბატონმა დავითმა ჩვენ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა ამ შემთხვევაში ბატონ ლევან დავითაშვილმა ჩვენ სამინისტროსთან ერთად და უნივერსიტეტთან ერთად გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს ენერგეტიკის კომპანიები მოსულიყვნენ და ენახათ იმაზე, თუ ვინ უზდის მათ კადრებს, ეს ლაბორატორიები დაეთვალიერებენ და ყველაზე მთავარი კიდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საინჟინრო ტექნოლოგიური პროგრამების აკრედიტაცია, რა თქმა უნდა, აკრედიტაციის ეროვნულ სააგენტოში ხდება, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს აკრედიტაციის ეს ცენტრი, ეს არის დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც იძლევა აკრედიტაციას სხვადასხვა პროგრამებისათვის. ჩვენ უკვე ერთ პროგრამაზე გვაქვს მიღებული აკრედიტაციას ბიოსამეცნიერო ინჟინერია და შეტანილი გვაქვს უკვე ენერგეტიკის ფაკულტეტის 3 პროგრამაზე აკრედიტაცია. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდები, რომლებიც აბეტ აკრედიტაციულ პროგრამებზე ისწავლიან, ჩვენ ეს ექსპერტები უკვე ყავდნენ ეს 26 წელში იქნება, ასე ვთქვათ, განხილული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინი ფაქტობრივად ახლა ერთვის წელს იყვნენ ძალიან კარგ დასკვნებს იძლევენ ამ შემთხვევაში. ჩვენი ახალგაზრდები ისწავლიან იმ პროგრამებზე, რომლებიც არანაკლებ 50,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის წელიწადში სწავლა. ჩვენ გვყავს კლასიკოსები, პედაგოგები, რომლებიც მართლაც შექმნეს ეს დარგი, ღვაწლმოსილი ადამიანები. იმ დროსაც მუშაობდნენ, როცა არც ერთ თეთრი ხელფასი არ იყო საქართველოში. ამდენად ჩვენ თავაზობთ ჩვენ სტუდენტებს, რა თქმა უნდა, დასაქმებას ყველა ენერგეტიკულ ობიექტებზე, კორპორაციებში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჩვენ როგორც კერძო სახელმწიფო ორგანიზაციებში და რაც თავარია ეს ყველაფერი შედგა, ვითარდება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომლებიც ეს დარგის აღორძინებაზე ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადონ კიდევ ერთხელ.
ძალიან სასიამოვნოა და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაგრძელდება, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, და როგორც ვიცი, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის მიმართულებით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა კომპანიებსა თუ საჯარო უწყებებში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ უკვე პრაქტიკული ცოდნა. რამოდენიმე დღის წინ გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის და ქალბატონო ქეთევან უფრო დეტალურად რომ გვითხრათ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, რა მოლოდინებია და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. მადლობა შეკითხვისთვის. ბუნებრივია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს პრაქტიკის კომპონენტს. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული ყველა დიდ და მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტთან, მათ შორის ელექტროსისტემასთან, თელასთან, მონტაჟ ჯორჯიასთან, ენერგოპრო ჯორჯიასთან და რო არ ჩამოვთვალე ხო თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ისინი რა თქმა უნდა ხელს გვიწყობენ და თანამშრომლობენ, იმიტომ რომ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ და ავამაყოთ გამოშვებული ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაცია და სწორედ ამიტომ ამ თანამშრომლობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ენერგეტიკულ ინდუსტრიასა, ენერგეტიკის ინდუსტრიასა და აკადემიურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მათ შორის ენერგეტიკის ფაკულტეტს, როგორც ბატონმა დავითმა ბრძანა, ჩვენ ლიდერი ვართ ბაზარზე, ჩვენი ისტორიით, ტრადიციებით და აწყვოთი, მაგრამ გვინდა რომ კიდევ უკეთესები ვიყოთ და ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო მემორანდუმის გაფორმება სემეკის სასწავლო ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვახდენთ თქვენთან, ანუ სემეკთან ერთად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დარგში, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, ეკოლოგიის, გლობალური პრობლემების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობის შესახებ და ჩვენ უკვე მივიღეთ წინადადება, რომ არსებულ პროექტში, რომელიც თელავისა და ყვარლის საშუალო სკოლებში მიმდინარეობს, უფროს კლასელებთან ჩავერთოთ სწორედ ამ ცნობიერების ამაღლებისა და მათი შემდგომი ენერგეტიკის პროფესიის პოპულარიზაციის საკითხებში სიამოვნებით ჩავერთვებით და იმედი მაქვს, რომ მათ ვიხილავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან რიგებში. ძალიან სასიამოვნოა და მართლაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი აქტიურობა ენერგეტიკის ფაკულტეტის ცოდნის გაზიარება სკოლის მოსწავლეებისათვის. ბატონ დავით, რა არის ის სამომავლო გეგმები, რომელსაც ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით განიხილავს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში? მე მინდა თქვა, რომ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის მიერ შექმნილი უმაღლესი განათლების რეფორმების კომისია, რომელიც არის შექმნილი, ეს არის პირველად და სახელმწიფო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას უმაღლეს განათლებას. ჩვენ ვესალმებით ამ კომისიის მუშაობას, რა თქმა უნდა, ბევრ სიახლეს დანერგავს და ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ხედავთ, არის ის, რომ კერძო სექტორმა უნდა დააბანდოს და ჩადოს ფული იმ სასწავლო დაწესებულ პროგრამებში, რომელიც მას ჭირდება. სხვანაირად განვითარება არ მოხდება. რა თქმა უნდა, დღეს გლობალური სამყარო, გლობალიზაცია, ბავშვები სწავლობენ საზღვარგარეთ, ეს 60 წლის წინ უბრალოდ 30 წლამდე დამოუკიდებლობა ეს შეუძლებელი იყო და ფარდა იყო და მხოლოდ აქ მიმდინარეობდა სწავლა, განათლება. დღეს ეს ყველაფერი შეჯამებული საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და ბატონ მინისტრთან პირადად ბატონ ალექსანდრე წყვილესთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომ დამსაქმებლებმა თვითონ მოინახულონ ეს ჩვენი ფაკულტეტები, პროგრამები, ამისი ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება RMG-სთან, ასევე ბიოსამეცნიერო ინჟინერიაში გვაქვს, ასევე ბევრ სამშენებლო ორგანიზაციასთან გვაქვს ეს ურთიერთობები, რომლებიც თვითონ ინფრასტრუქტურასაც ხედავენ. ისინი ასე ვთქვათ, დეკანის მოადგილის დონეზე ხვდებიან ამ არჩინებულ სტუდენტებს და უკვე თავიდანვე სადღაც ბავშვები მესამე, მეოთხე სასწავლო კურსიდან ისინი დასაქმებულები. ეს უნივერსიტეტის თან ძალიან დიდი ტვირთია, იმიტომ რომ ახალგაზრდების ჩვენ პროფესიით თავისი პროფესიით არის სტუდენტობაში დასაქმებული. ეს ვიღებთ ამ ვალდებულებას, ეს ჩვენი პედაგოგების კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ
მათთვის ჩვენ შემოყალიბებული გვაქვს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკი. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც თავის პროფესიით მუშაობენ. ეს პედაგოგებისაც უნივერსიტეტის ძალიან დიდი დატვირთვაა. მაგრამ ამას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ვაკეთებთ ჩვენი ბავშვებისთვის, ამ ახალგაზრდებს და ამ ახალგაზრდებს მარტო ჩვენი ქვეყნის ზავждით, იმიტომ რომ მათ უნდა წავიდნენ, ისხორონ, იმუშაონ საზღვარგარეთაც როგორც ეს იყო და რა თქმა უნდა ბოლოს ჩამოვიდნენ თავის ქვეყანას ემსახურონ, როგორც თავის ოჯახს. რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კადრები ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის. დასაქმების ნაწილს შევეხები, გავაგრძელებ მეც ამ თემას, როგორც ვიცი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით 22 მაისს იგეგმება დასაქმების ფორუმი და დაახლოებით 200-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას. ქალბატონო ქეთევან, უფრო მეტი რომ გითხრათ აღნიშნული ფორუმის შესახებ და რა მოლოდინებია ფორუმთან მიმართებაში? სიამოვნებით ეს ტრადიციული ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტისთვის იმდენად დიდი სურვილია და დადებითი პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით, რომ უკვე კვირეული ტარდება წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სხვადასხვა ლოკაციაზე, იმიტომ რომ უბრალოდ ერთ ლოკაციაზე ძალიან რთულია ამდენი დამსაქმებელი სხვადასხვა დარგის და სხვადასხვა მიმართულებით თავმოყრა. თქვენ ენერგეტიკის მიმართულებით დიახ 22-ში იგეგმება ძალიან ბევრი კომპანია გამოთქვამს სურვილს, თუმცა მინდა აქვე გითხრათ, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ და გამოირჩევიან თავიანთი უნარჩვევებით და ცოდნით დაუსაქმებელი ენერგეტიკის ფაკულტეტზე არ არის. როგორც ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში. თუმცა აქ ხდება უკეთესი შერჩევა, უფრო კარგი პირობები და აქედან გამომდინარე მარტო ენერგეტიკის მიმართულებით არა, ყველა მიმართულებით ბუნებრივია ეს დასაქმების ფორუმი ტარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთსასარგებლო წინადადებებს შესთავაზებენ ერთმანეთს დამსაქმებლები და ჩვენი სტუდენტები, რაც კიდევ უფრო წაადგება ზოგადად ეკონომიკის განვითარებას და უმუშევრობის პრობლემის საერთოდ მოხსნას ყოველ შემთხვევაში საინჟინრო კადრების მიმართულებით მე მგონი ეს ყველაზე უფრო მეტად ნაკლები პრობლემაა ენერგეტიკოსების მიმართულებით განსაკუთრებით და ხა მოგიხსენებათ ინჟინერს რა როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში აქედან გამომდინარე საინჟინრო კადრების მომზადება არის ჩვენი ძირითადი მოვალეობა და ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე გადამწყვეტი ასია ყველა ქვეყანაში და ასია ჩვენს ქვეყანაშიც. ნამდვილად და ენერგეტიკის სექტორს ახალგაზრდა კადრები განსაკუთრებით ესაჭიროება და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული იქნება ფორუმიც და მისი შედეგებიც და ბოლოს ბატონო დავით აუცილებლად მინდა გითხოთ, უკვე მალე დაიწყება მისაღები გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში და თქვენი როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის რეკომენდაცია და არჩევები რა იქნება აბიტურიენტებისათვის? საერთოდ ყველა აბიტურიენტს ველოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩვენ ძალიან გვიყვარლან ისინი ჩვენი სტუდენტები მე მინდა გითხრათ და მიულოცო ჩვენი ერთ-ერთად გუშინ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული სიდიადე ისე აღდგა და მიმდინარეობს ჩვენ გავხდით საქართველოს ჩემპიონები ფრენბურთში და მეულოცავ როგორც ჩვენ პროფესორ მასწავლებლებსა და ასევე სტუდენტებს მეც გილოცავთ ასევე მასწავლებელი პედაგოგებს იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო მე მათ ხდებათ ახალი ლაბორატორიები მათ ხდებათ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც აღზარდეს მრავალი თაობა, პედაგოგები, რომლებმაც ეს ქვეყანა ააშენეს, ჩემო ძვირფასო შვილებო, ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა საქართველო, რომელიც ესე პატარაა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანაა მსოფლიოში, არის ამ უნივერსიტეტის მიერ აშენებული. რამე 70 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყოველთვის ვიტყვი. ამ ქვეყანაში არავინ არ შემოდიოდა და არც ახლა იკლავეთ ამ შემოსვლით ჩვენთან, რამე თუ ისევ ის კადრები მუშაობენ, რომლებიც ამ უნივერსიტეტმა ააშენა. ვისაც საინჟინრო დარგებში და არა მარტო საინჟინრო დარგებში, ჰუმანიტარულ დარგებიც ასევე განვითარებულია ჩვენთან, მინდა გაამსწროთ, რომ ახალგაზრდა ინჟინერთა ევროპული კონგრესი ჩვენ მალტაში მოვიგეთ ეს თქვათ ეს ვალდებულება და ჩატარდება ჩვენთან სექტემბრის თვეში ასევე ჰუმანიტარულ დარგებში ტარდება კონგრესები საერთაშორისო სოფლიო საბილო კონგრესები მინდა გითხრათ რომ ხდებიან პედაგოგები თვითმმართველობა გაქვთ იქნება საშუალება სხვადასხვა კლუბებში დასაქმებისა რომელსაც თქვენი თოქნი და ამას უნივერსიტეტი ყველანაირად ხელს გიწყობთ მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხან ენერგეტიკას ვეხებით თქვათ რომ აი იმ დიდ შეხვედრაზე რომელიც იყო საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელო რომელიც არის ჩვენი კურსდამთავრებული ბატონი მანო ზარდიაშვილი ითავა
რომ ენერგეტიკული კომპანიები შეაგროვებენ ფონდს და მათ დახვდებათ უკვე კიდევ უფრო ახალი, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურით გალამაზებული ენერგეტიკის ფაკულტეტი და მთლიანად უნივერსიტეტიც იცვლება, მიმდინარეობს ახლა სპორტული მოედნების მშენებლობა, მიმდინარეობს ასევე სარეკრეაციო ზონების მშენებლობა და ხელგასწლი და გულგასწლი ველოდებით იჩვენოს, როგორც მედაქეთევანიც ვიყავით ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, შემდეგ პედაგოგები და დღეს უფლისნებითა და ჩვენი კოლეგების ნებით ვართ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის და მე იმედს ვიტოვებ რომ მომდევნო ეტაპზეც უნივერსიტეტის სიახლეებით აუცილებლად შემოგვიერთდებით გადაცემის ფორმატში მე მაყურებელს შევახსენებ